კიდევ ერთხელ გამშვიდობისა პირდაპირ ეთერშია მედია კავშირი ობიექტივი. მე ვარ ჟურნალისტი ნინო რატიშვილი და თქვენ უსმენთ და უყურებთ გადაცემას ღამის სტუდია. ჩვენი გადაცემის მეორე ნაწილის სტუმარი გახლავთ ბატონი აკაკი ასათიანი. გამშვიდობისა. აი ძალიან დიდი ხანია ჩვენთან არ ყოფილხართ, მე მგონი 1-2 წელია. და აი ძლივს დაგითანხმეთ, მოხვედით და რას ფიქრობს აკაკი ასათიანი? რა ხდება დღეს საქართველოში, მსოფლიოში? ეს ის არის, რაც ჩვენ გვინდოდა და რისთვისაც ამდენი ვიბრძოლეთ? ხო, ჩვენ რაც გვინდოდა, ასე არ ხდება. ასე არ ხდება. ხო, ნუ საერთოდ ცნობილია არამცდო პოლიტიკაში, ბიზნესშიც კი 60% არის მაქსიმუმი იმისა, რაც შენ შეგიძლია დასახული გეგმიდან შეასრულო. და აი როგორ ფიქრობ, რამდენი პროცენტია? 20? არა, კაცო, მე ქვეყანა დამოუკიდებელია, ფეხზე დგას. ეს იყო ჩვენი ამოცანა, ხო? ის რო არ მოხდარიყო, რაც მოხდა 91-12 წლების მიჯნაზე. ახლა საშუალო ევროპული ქვეყანა იქნებოდა ყველა შემთხვევაში, აი თავს მოვიჭრი დანამდვილებით. ახლა ამოვდივართ იმ ორმოდან რა, უბსკრულიდან შეიძლება ითქვას, იმიტომ რომ ეს დიდი კატასტროფა იყო, ძალიან. ასეთი ფუფუნების უფლება ძალიან მრავალრიცხოვან დიდ ერებს აქვთ, აი ამერიკის სამოქალაქო ომის, საფრანგეთის რევოლუციის, იგივე რუსეთის 10 მილიონი კაცი დაიღუპა რუსეთის რევოლუციაში, სამოქალაქო ომში. ხო და ახლა პატარა ქვეყნებს არ ახასიათებთ ეს რაღაც შინაგანი ინსტინქტი აქვს თავდაცვის და ჩვენ მივეცით თავს ამის უფლება. ერთი მხრივ შეიძლება პარადოქსული რამე ვთქვა, რომ ერთი მხრივ ეს ჩვენი მცირერიცხოვნების მიუხედავად ადასტურებს, რომ დიდი ნაცია ვართ ჩვენ, როცა ასეთი რამე ხდება, მაგრამ მეორე მხრივ არც თუ ისე გამჭრიახი როგორც აღმოჩნდა რა. ძალიან წვრილმან რამეებს გამოვეკიდეთ. ეხლა ბევრი გამოდის და ნანობს, რომ იმ დროს ასეთი პოზიცია არ უნდა მქონოდაო და ჯობდა იმ დროს ეფიქრათ ამაზე, იმ დროს ეფიქრათ. არა მგონია რომ ასე მე იცი შენ, მე ასე კატასტროფულად არ ვუყურებ ვითარებას. და მგონია რომ ზედმეტი ეგზალტაციაა და ზედმეტი ტყუილად ნერვიულობთ, ანუ? ტყუილად, დიახ. არ უნდა ამას ნერვიულობა, არ უნდა ნერვიულობა, ამას უნდა ფიქრი, საქმე უნდა ვითარება გაითვალისწინო, გაანალიზო. იმიტომ რომ ჩვენ გამოვიარეთ მძიმე 30 წელი. პირველი ახლა ზვიადის დრო და ჩვენ ვიყავით მას გვერდით, ხო? ეს ბობოქარი ეპოქა იყო, სხვანაირად არ ხდება ხოლმე და ეს გამართლება მაინც აქვს და გამარჯვებით დაგვირგვინდა. თვითონ შეეწირა, მაგრამ მისმა საქმემ გაიმარჯვა ქვეყანა და მოუკიდებელი გახდა. ყოველთვის ვამბობ ხოლმე ერთგვარად აი ჰემინგუეის გმირებზე ამბობენ, რომ თვითონ იღუპებიან, მაგრამ იმარჯვებენ მათი საქმე. განსაკუთრებით ამბობენ, ვის უხმობს ზარი, ეგეთი რომანი აქვს იქ. ესპანეთის სამოქალაქო ომში მე კი ფრანკოს მხარეზე ვიქნებოდი, მაგრამ ჰემინგუეი რესპუბლიკელების მხარეზე იყო. და ეს არაკნინებს მას იმას, რომ ძალიან დიდი მწერალი, ეხლა არ მინდა გადავხვიო. ხო, მაგრამ მერე უკვე ესმის მერე მოხდა პაროდირება. აი სააკაშვილი იყო პაროდია. ხო? იგივე აი ჩამოსვლაც კი მისი, ხო? ის ტრაგიკულად ჩამოვიდა, ამბავი მოხდა, დაიღუპა ტყეში, მოკლეს, რა თქმა უნდა, თუ ვინმეს ეჭვიეპარება. რა თქმა უნდა, მოკლეს. გაცხადდება ეს ბოლომდე ყველაფერი. მე რომ მკითხო ახლაც, ახლა მე რაც ვიცი დოკუმენტურად არა მაქვს ამის დამტკიცების საშუალება და იქნება. არა, ჩვენ ორივე კარგად ვიცნობთ ბატონს ვიათ. როგორ ფიქრობ? თავს მოიკლავდა აი გამორიც. აი მართალი ხარ. გამორიცხულია თუნდაც ამიტომ. აი თუნდაც ამიტომ. ისეთი მორწმუნე იყო. კი. და გარდა ამისა, ნუ ეს ცნობილია, მე ვიცოდი და ეს საჯაროდ გახმაურდა, არავინ არ აიტაცა, იმიტომ რომ დღესაც შევერძნეს მემკვიდრეები არიან, ხო? ოპოზიციაში თქვა და მანამდე ხელისუფლებაში იყვნენ. არავინ, თორე უთხრეს რომ მაშინ სიკვდილიო თუ აფხაზეც არ აღიარებ. და მერეოს საკავშირო რესპუბლიკას გაგიკეთებთ. უთხრე რუსის გენერალმა რა. კარგი სიკვდილი იყოსო უთხრე. აი ესე იყო ეს. ეს ხდებოდა
არძინბას კანცელარიის უფროსის ტუჟბა იყო ასეთი, მან მიამბო პირველად აფხაზებთან რაღაც მოლაპარაკების დროს ეს ამბავი კაცმა თქვა, რომ ეხლა ჯვრანტელი მივლისო ეგრე უთხრაო რა. ჩემს ეზოში იყო ეს ლაპარაკი. აი თუნდაც ამიტომ იყო სიკვდილი უთხრა. Хорошо, пусть будет смерть. რუსულად ლაპარაკო. იცი რა არის, ყოველთვის იცოდა რომ მოკლავდნენ. რაღაცა რეფრიჯერატორით შემოსვლა, რაღაცა არ შეიძლება კომიკური გახადო სერიოზული მოვლენები რა. თუ პრეტენზია გაქვს სერიოზულ პოლიტიკოსობაზე. ახლა ხასიათია იცი და არა მარტო ლიდერების ხასიათია. ჩვენი ხალხის ნაწილის ხასიათიც არის რაღაცა ისტერიკული დამოკიდებულება რაღაც მოვლენებისადმი, რომლებსაც მარტივი განსჯა უნდა, ანალიზი და იმის მიხედვით მოქმედების დაგეგმვა. ეგ ამბავი ჩვენ ნაკლებად გქონდა, შევარდნაძე ვითომ ითვლება დიდ პოლიტიკოსად არ გქონდა ეს ამბავი. მიყვებოდა ვითარებას, გქონდა ალღო და მოთმინების უნარი და გამოყენების უნარი მომენტის. იგივე გადატრიალებაც რომ ამბობენ მან ის არაფრის მომწყობი არ იყო, წამქეზებელი იყო. მასთან ჩადიოდნენ და აკეზებდნენ. და თან თვითონ ცუდი ვითარება გქონდა მაშინ მოსკოვში, ხო? თვითონ შევარდნაძეს ამ გერმანიის ის და კიკოსავეთ რა და ეგ იყო კაცი, რომელსაც თანამდებობის გარეშე ცხოვრება არ შეეძლო. ეს ნიჭიერი კაცი იყო, მამაცი კაცი იყო, კარგი იუმორიზმობა ჰქონდა, იმას შრომის უნარიანი, ბევრი თვისება ჰქონდა. კი, მაგრამ აფხაზეთის ომი არა, ნუ ზვიადის მიასიდით ყარებოდა საქართველოს ჩვენ ბეძაღლი არ დაყებდა. ოღონდ ზვიადსაც ჰქონოდა მისი მოქნილობა. ეგეც კარგი იქნებოდა. მაგრამ როგორც არის, ვიმეორებ, ის იყო გმირული ეპოქა. ასეთი გმირები იცის ისტორია მსოფლიოსი. ახლა ჩვენთან ნაკლებად იციან სამხრეთ ამერიკის ისტორია და ბოლივარი და თუნდაც არგენტინაში სან მარტინი, რა ვიცი, მექსიკაში იყვნენ ასეთები. მთელი სამხრეთ ამერიკა ეგეთმა ხალხმა განთავისუფლა, იტალია ვთქვათ, გაერთიანება მისი. არის ასეთი ხალხი, იცის ისტორიამ და როგორც წესი, ისინი ყველანი ასეთი სხვა ქარიზმატულ მესიანისტური, შეპყრობილი ხალხი არიან. ამაზე არის დიდი ესპანელი ფილოსოფოსი ორტეგაი გასეტი და საბედნიეროდ ქართულად ერთი წიგნია თარგმნილი მასების ამბოხი. კარგად სხვათა შორის და ძალიან მნიშვნელოვანი წიგნია, იმიტომ რომ 20-იან წლებში გასული საუკუნის დაწერილი თვალწინ გვაქვს ახლა. მაგრამ მას არ არის ქართულად თარგმნილი, აქვს აი ამ ტიპის მოღვაწეებს, აი დონ კიხოტთან მიმართებაში. ხო, ზვიადიც ხომ მწუხარე სახის რაინდ თავის თავს და მერაბს, ხო, ასე უწოდებ. ყველა ასეთი არის მწუხარე სახის რაინდი. ის თითქოს ებრძვის ქიმერებს, მაგრამ სინამდვილეში ეს ქიმერები გველეშაპები რეალობას, ხო? საბჭოთა კავშირი, ხო? და დაამარცხა. სხვათა შორის დონ კიხოტმაც დაამარცხა. ხალხს თვითონ წისქვილმა ათრია, იქ ალახეს, იქ ეს მოუვიდა, იქ გააპამპულავეს ვიღაც ჰერცოგის კარზე და ვინ გამოვიდა პამპულა? ის ჰერცოგი და არა დონ კიხოტი და თუნდაც სანჩო. მისი თანხლები. ეს სერიოზული ამბავია, მაგრამ მე ხდებოდა პროფანაცია რა. აი როგორ ფიქრობ, ზვიადი და მერაბის რო თავის დროზე რო სწოდნოდა. რომ ეს ყველაფერი აი ეს მე ვიტყვი ერთ მაგალითად ასეთ რამეს. სინამდვილეში პრაგმატულად უყურებდნენ. არ იყვნენ ასე შეშლილი ფანტაზიორები. ერთხელ ეზოში მერაბი ოდნავ ნასვამი იყო, მგონი ზვიადი სადღაც სუფრიდან და რაღაცას ლაპარაკობდნენ და მოშორებით ვიდექი მერიდებოდა ახლა ამათ ჩარევახ, ჩემთვის კერპები იყვნენ, ხო? იციშე და ჩვენთვის ყველასთვის. ჩვენთვის. ხო და მერაბი ეუბნება, რომ ეტყობა აგრძელებდნენ რაღაც საუბარს, ეუბნება, რომ ზვიად გესმის, ნეტავი ბულგარეთი ვიყოთ. რა ბულგარეთი, რის ბულგარეთი? რა ბულგარეთი გესმის? ხო და მერაბი ზვიად ეუბნება, გესმის, რუკაზე ხატიანო. ჯარი ყავთო თავის ფორმაში, მე ნუ ხო ყავთო ხო ქვიაო, გაეროს წევრები არიან, ფეხბურთის ნაკრები ყავთო, ზვიად ფეხბურთის ნაკლებად. და მერაბი უფრო იყო ასეთ. მერე გავიდა დრო და ნუ მერაბი დაიღუპა და ჭანტურია მაიჩემა თუ გახსოვს, საქართველოს ემუქრება ფინლანდიზაცია. ერთხელ თქვა ორჯერ, სამჯერ და ეხლა დამაინტერესა ვიფიქრე, ჯერ ერთად ავართ ყველანი.
თქვენ რას ფიქრობთ მეთქი ზვიაც ვეკითხები ეგო ემუქრება დიდ ბრიტანეთსო ინგლისსო თორე ჩვენთვის საოცნებოა ცალკე ქვეყანა კაპიტალისტური ეკონომიკა დემოკრატიული წყობა ნეიტრალური ხო კი მართალია რუსეთთან დადებული პირობით მაგრამ ასე ახლა აგერ შევიდა ნატოში და აყვავდა ქვეყანა ომის შემდეგ ეს არ იყო ესეთი კეთილდღეობით სავსე ქვეყანა როგორც ეხლა ფინეთი ძალიან უჭირდა ამიტომ აი ესეთი არ იყვნენ ასე უბრალოდ მადა ჭამაში მოდის ხო იცი და ტემპი დააჩქარა ზვიადმა და ბარემ დავამთავრებ და კი უთხარი ერთხელ რუსეთის საბჭოთა ჯარი საოკუპაციოდ რო გამოვაცხადა ცოტა შორის მე ხუნტამ პირველი დადგენილება მიიღო მოუხსნა ეგ სტატუსი არავის არ ახსოვს ახლა და გაცხადდა ხო ვინ მოიყვანა ვის წალობით მოვიდა და მაშინ კი უთხარი ხომ მეტისმეც ხვალშვებით მეთქი რა იცი რა მითხრა კიო მესმისო მაგრამო ჩვენო თუნდაც ჩვენი სიცოცხლის ფასად ისე შორს უნდა გავიდეთ რომ მე რაც გინდა და ვინც გინდა მოვიდეს ვერ დაგვაბრუნოს იქ სადაც ვიყავით და რაც გინდა უკან დაგხვიოს ახლობით ასე მოხდა შევარდნაძის დროს მაგალითად ეხლა შეხება ეხლანდელს ხო მოდი ავიღოთ მარტივი სიტუაცია იქცევა ჩვენ გარშემო მსოფლიო აი იქცევა ხო გაგანია ომებია უკრაინაში სოფლიო მეორე სოფლიო ომი არ გაჭიანურებულა ისე როგორც ნუ ერთი წელიც და იმ დროის დრო კი 4 წელი უკვე 39-დან ავთვლით ხო როცა ერთად დაიწყეს ჰიტლერმა და სტალინმა ეგ ომი პოლონეთს დაესწნენ ორივენი თავს ხო აგერ 4 წელია და თან ყველაზე საშინელი ის არის რომ ეს გავს პირველ სოფლიო ომს სადაც მსხვერპლი დიდია და რეალური შედეგები არანაირი და 9 მილიონამდე რუსი და 200-დან თუ მეტიც არის უკრაინელი დაღუპული. ანუ ამხანაგი პუტინი ასრულებს ადოლფ ჰიტლერის ოცნებას, აღმოსავლელი სლავების გაქრობას. მეც არაფერს არ აკეთებს. ეგ ამომს რო შევიდა წააგო იმ წუთშივე. ეგეთ ომებს ვერ იგებენ. ახლა უკრაინამ რა მოიგო, ეგ გამოჩნდება რა. ახლა უბრალოდ უკრაინისკენ ვარ, იმიტომ რომ რუსი ჩვენი მტერია, მარტივად არის, ჩემი ტერიტორია აქვს წაღებული და უსამართლოდ მოიქცა თავს დაესხა პატარა ქვეყანას. ახლა ჩვენზე დიდია, მაგრამ მასთან შედარებით ხო პატარაა რა. და კიდეც მიიღო აგერ, როგორც იტყვიან, ბუქსაობს იქა. და ერთადერთი შენ ამბობდი ახლა წინა გადაცემაში, იქ კარაგანოვის და იდიოტი მედვედევის, სრული იდიოტის პირით პუტინი ახმოვანებს აი ბირთვული იმის ბომბის მუქარას რა. ეს მუქარა არ არსებობს აკაკი. ჩათხრიან მაგას. მაგ ბომბს. მოდი ვერსად ვერ დაემალება. მოსკოვის თავზე დრონები კრემლის თავზე დაფრინავენ. დრონები, რაკეტები კი არა, ბალისტიკური. დრონები. რით იხსნი ამას? ბატონო? რომ ესე გაუჭირდა რუსეთს, რომ აი დრონე უკრაინის დრონებს ვერ იგერიებს? ვერ იგერიებს. არა, მოიგერიოს ვინ უშლის. მე და შენ ხო არ უშლით არა? ბათხა ბუთხი გავს ხანსაც მოსკოვში კაცი ჩამოვიდა, მე ხალხი ქუჩაში ვერ გერიდება გამოსვლას, როდის რა ჩამოვარდა ეს მოსკოვი, რომელიც ყველაზე დაცულია და ნახე რა ხდება რეგიონებში. ეხლა ესენი ბომბავენ ნავთობაზებს და ენერგეტიკულ ობიექტებს და ბენზინის რიგებია და თელ ბენზინის არმიას აწვდიან, ხალხი დატოვეს მშრალზე. სერიოზულია, ეკონომიკური პრობლემები, როგორ არის ეკონომიკა. თავიდან სანქციებმა არ იმოქმედა, ასე უცბად არ მოქმედებს. იქ თან დასავლეთიც როგორი ორ პირია, ხო, გაიტანეს სუნამოებით დაიწყეს. გახსოვს, საებს სუნამოებს აღარ გავყიდით, ფრანგულს, ტანსაცმელს აღარ გავყიდით, ბრენდებს, მაიბახებს და BMW-ს და Mercedes არ გავყიდით და არა, მე ცოტას თუმცა ყიდულობენ ნავთობს, გაზს, ჩვენ გვეუბნებიან არის ვაჭრობთ ამ დროს. რუსული ჭურვების კომპონენტების 60% დასავლური წარმოების არის, აგერ აქვთ უკრაინელები დებენ ყოველ ბომბს, ხო? და ამ დროს ჩვენ დაბალი ღობე ვართ და ჩვენ გვეუბნებიან თქვენ რატო არ დაესხით თავს? თქვენ რატო არ ომობთ? აი სანქციები მაინც რატო არ დაუწესეთ და შენ რატო არ დაუწესე? შენაც დაუწესე. ის სისულელე იყო. მაგრამ
იმდენად ჩართული იყო უკვე რუსეთი ეს მათ ეგონათ ერთ შესვლა მოვიდათ. პუტინს სიგნი აქვს ენერგეტიკული იმპერია უნდა გავაკეთოთ. დავანებოთ მაშინ შედარებით ჭკუაზე იყო თავიო აი ესეთ იმპერიას პირდაპირ და ენერგეტიკული დამოკიდებული გავხადოთო დასავლეთი უპირველეს ყოვლისა და ეს იქნება ჩვენი ზეობის საშუალება. იდიოტკა მერკელის მეშვეობით ეს თითქმის განახორციელა. გერმანია დასვა მერკელმა კლიანად რუსულ გაზზე. არ ვიცი ახლა გედერელია ხო იცი აღმოსავლეთ გერმანია კომკავშირის მდივანი იყო. აქ იყო კომკავშირის აგზურით ჩამოსული ჩვენთან. მაშინ ახალგაზრდობაში. და არ ვიცი კომკავშირული წარსული ქონდა, არ ვიცი ჩეკისტური, არ ვიცი სულელია ისე ნუდისტური გადახრებიც ქონდა. ხო და მას ეგონა რომ ეს ჩართულობა ხო შემოუშვა დასავლეთი ფირმები, ინვესტიციები, ამბავი. ხა მანქანას მაინც ვერ გამოუშვა საბჭოეთმა. ტელევიზორი ვერ გამოუშვა, საპარსი ვერ გამოუშვა, ხო? არ ვიცი თუ გახსოვს, ჩემზე პატარა ხარ, რუბინი იყო ტელევიზორი და შილიალისი ლიტური. სწორედ ჩვენიც არაუშავდა ივერია, მაგრამ რო შემოვიდა იმათი, ნუ აი ეს ყველაფერი გაბათილდა რა. ტრანზისტორი, რიგის ტრანზისტორები იყო ხოლმე და კომიკური აღმოჩნდა ეს ყველაფერი რა. და იფიქრა რომ ამას ვერ მოშლიანა. ერთი მხრივ ჩემი ენერგეტიკულ დამოკიდებულებას ჩემზე, მეორე მხრივ ამ ხეირს და მოგებას, გრანდიოზულ მოგებას. იმიტომ რომ რუსეთი არაფერს არ აწარმოებს ამ ნავთობზე და გაზზე ცურაობდა, ფული დიდი იყო, ყიდულობდნენ ყველაფერს, თან ძვირფასეულობას, აი ძვირს ყველაფერს, ხო? და ამას არ დაკარგავენ. აღმოჩნდა რომ იძულებული გახდნენ შეეშინდათ პირდაპირ შუბლზე მიაბჯინათ პისტოლეტი უკრაინის სახით. ეს რუკას დავხედოთ, თუ სათხდება ეს ამბავი. სათხდება, კაცო. ეს აღმოსავლეთ ევროპა კი არა, თუ რუსეთს ევროპა ჩავთვლით, ეს ცენტრალური ევროპაა. რუსეთი უნდა ჩათვალო უკრაინა, ხო? ხო, ამ სხვა აზრი მაქვს ამასთან დაკავშირებით. ირანი და აშშ, ხო? ერთი მხრივ მართლაც ბირთვული იარაღი იმ ხელისუფლების პირობებში, რომელიც ახლა ირანს ყავს, მართლა სახიფათო ამბავია და დოქტრინა არის, რომ ისრაელი უნდა გაანადგუროს. ახლა ვინმეს უკვირს ამის მერე, რომ ამოცანად როცა დაისახა, ჰიტლერის მერე ეს არავის დაუსახავს და საერთო მსოფლიო ისტორიაში პირველი ჰიტლერი იყო. ვინც გამოაცხადა დოქტრინა, რომ რომელიღაცა ეთნოსი უნდა გავანადგურო. არ ჩინგისხანს, არავის, ეხლა მაკედონელი პირიქით აუღლებდა ერთმანეთთან სპარსელებს და ბერძნებს. რომაელები რა ღმერთიც გინდა ყოლო და ერჩოდნენ ებრაელებს და ქრისტიანებს ერთი ღმერთის გულისთვის და იმპერატორს ატო თაყვანს არ სცემდო. მოწამეები ამიტომ ეწამდნენ. თუმცა ისრაელსაც გამოცხადებული აქვს ოფიციალურად, რომ ირანი უნდა გაანადგუროს. არავით არის, სადაა გამოცხადებული. ისრაელს გამოცხადებული აქვს, რომ უნდა გაანადგუროს მისი ბირთვული პროგრამა. ეს არის მე ბირთვულ პროგრამას როგორ ისრაელს გაანადგუროს? ეგეთი რამე არავიზია გამოცხადებული. როგორ წარმოგიდგენია? მას აქვს აი ეს ხამასი, ეს ბანდიტები და ჰეზბოლა მეორე ბანდიტები უნდა მოთოკოს და მოთოკა. ჩვენ ხედავთ, რომ იქიდან ეს არ ხდება არაფერი. ხო? მოთოკა ფაქტია და მოდი ასე ვთქვათ. ერთი ციდა ქვეყანა ისრაელი გარშემორტყმული 200 მილიონი მტრით და კიდევ 100 მილიონი სპარსელით. იმას ბომბავს და ანადგურებს და ის ვერაფერს ვერ უშვება. აი ეს არის ცივილიზაციური სხვაობა. და თუ ვინმე მაგალითი უნდა იყოს ჩვენთვის ისრაელი უნდა იყოს. სწორად. სხვა არავინ. თავი არ ვიხსენებ ხოლმე მათ ომებს. 4-ჯერ შეთავაზა გაერომ და ისრაელმა ტერიტორია, პალესტინა არა მთლიანად. პალესტინა ზღვამდე ნიშნავს ისრაელი ქრება. ხო? 2000 წლის მერე ძლივს რაღაცა აღიდგინეს ამ ხალხმა. ხო? ძალიან კატეგორიული ხარ აკაკი. მე ძალიან საინტერესოა შენი მოსმენა, უბრალოდ მე მინდა აღვნიშნო, რომ რაღაცებში არ გეთანხმები ბოლომდე, თუმცა საინტერესო ხედვა. შენაბობდი ჩვენ ამ ვითარებაში. ჩვენ ვინ არჩუნებთ სიმშვიდეს, რომელიც რატომღაც ვიღაცებს სახუმაროდ გონიათ და მაინტერესებს ერთი წითელხიძე რამხელარიგი დადგება, რამე მოხდეს, ისევ იგივე ხალხის, როგორც 2008-ში იდგა. ხო? თორე ჩემი შვილი ომობდა და
უბრალო ქართველების შვილები. აი ესენი ომობდნენ და სულ იძებნებიან ამ ქვეყანაში ეს გმირები. ანწუხელიძემ დაამტკიცა, რომ მთელი ჩვენი ისტორია ზოგი ამბობდა ესო გადაჭარბებულია რა ძველებზე ხო? თურმე სიმართლეა ხო? შინდისის გმირებმა არ დაამტკიცეს ესა. ეს ცნობილები არიან. მაგაში გეთანხმები. ნაკლებად ცნობილი ამბებია, ხო არ მინდა შორს წაგვიყვანს და აი გაოცებული ვიყავი. და მოიცა მე და შენ 9 აპრილს არ უშვერდით თავს შავშან ტრანსპორტიორებს და არ ვეჯაჯგურებოდით. აი როგორ იყო ესა? ხო? აი როგორც არის. რა თქმა უნდა. ხო და ეს არ არის სახუმარო ამბავი და საქილიკო. ახლა მეორე პრორუსული კურსი. დიახ. სად არის ეს პრორუსული კურსი? აი სად არის მაინტერესებს, რაში ვლინდება? რაში, იმიტომ რომ ის კლოუნი ჯო უილსონი იძახის $3,000 ამას? არა, ტყუილს ვამბობ, $3,000. ამაში აბსოლუტურად გეთანხმები. მოდი ერთი ვთქვათ, აი უილსონზე რა, ის თვითონ ბრაზობს ეთყობა, ისეთ სისულელეებს ლაპარაკობს, შეშლილი მსოფლიო იყო ფილმი, მაგარი ფილმია. სტენლი კრამერის თუ არა. იქ რო პერსონაჟებია კომიკური, უილსონი რომ მაშინ ყოფილიყო, ხო ათამაშებდა. კი. აი რომ დაინახავ გაგეცინება რა. კაცი შეხვდა პირველად რო აჩვენეს ამ ჩვენი დიდი პოლიტიკოსების დელეგაციაც, ფეხები მაგიდაზე აწყო და წინდები ეცვა ამერიკის დროშა. ახლა ეს კაცი იმ წუთში არ უნდა გამოიძახო ფსიქიატრი? პატრიოტიზმი გონია ესა, თავის დროშის ფეხზე დაიკიდა ქვია პირდაპირი ნიშნულობა. და აი ამ კაცის ანგარიში უნდა გაუწიო, რომელსაც თავისი რაღაცა ამოცანები აქვს. კარიკატურა ადამიანის რა. ან ეს ევროპარლამენტი სრული არარაობა, არაფერს რო არ ნიშნავს, არაფერზე პასუხს არ აგებს. არავითარი მნიშვნელობა მას არ აქვს და მოიცავს ნატოზე რა სიტყვი? აი ნატო კი მნიშვნელოვანი თემაა. ოღონდ მიღება კარი ღია. ვეკითხებოდი, ხვდებოდი ხოლმე. სადა ეს კარი? მითხარით რა და უკვე ღია თუ გაიღება და როდის? აი რადგან თქვენ გინდათ, მე გადავაჩვიოთ, მე და ერთხელ ილიკო ხაინდროვა ვიყავით და ასე დაიწყო ლაპარაკი. ლახუე იყო ასეთ კანადელი. ისა მომისმინე მე ვთქვი, თუ არ გინდათ? კარგად აღარ ჩვენ გვინდა რა. არა როგორ არის, იმის მერე ამბობდნენ გჭირდებაო, თუ გჭირდებოდი 2008-ში მაპიც არ მომეცი. და დაგვესხა თავს რუსეთი. ახლა მართლასა მარტო სააკაშვილის ბრალი კი არ არის. სააკაშვილის ბრალი სხვა რამეა, რომ ვერ გაითვალისწინა ამის შესაძლებლობა. არა, სააკაშვილმა წაუკიდა დენტი ხა, დენტი. არა, რა ქვია, წაუკიდა შენ ტერიტორიაზე. მომისმინე, მაშინ მაინტერესებს ის ტალიავინი და მისი კომისია, რატო შეიქმნა, ну ეხლა ცოტა სიწყარია ოდნავ. ჩრდილოეთ ირლანდიაში დიდი ბრიტანეთი რასაც შვებოდა, ჩეჩნეთში რასაც რუსეთი შვებოდა. რატო? იმიტომ რომ თავის ტერიტორიაზე ცუდად იქცევა, მაგრამ უფლება აქვს თავის სახლში. მე პატარა ვარ. შენ რუსეთს ეკურკურებოდნენ მაშინ. მაშინ ქონდათ თაფლობის თვე პუტინთან. და იფიქრეს რა და შეახოცეს აგრე სააკაშვილი ყველა მიცის რომ გიჟია და შეახოცეს ხალი სააკაშვილს. ტექსტი ნახე რა. თან ის დაიტოვეს რომ სიმართლეს თქვეს. საქართველოს დაიწყო სროლა პირველმა რუსეთის პროვოკაციების შედეგად და გადაგეწია. გეთქვა რომ რუსეთის პროვოკაციები და დავიწყეთ სროლა. და საერთოდ რა შენი საქმეა? ჩემი ტერიტორია სეპარატისტი შეხედე სად როგორ იქცევიან სეპარატისტები. არა ნახე აკაკი როგორც შევარდნაძემ მაშინ ხო აფხაზეთზე არსებობს წაგებული ომები. და როცა შენ მე თუ ვიცოდი და ჩვენ თუ ვიცოდით რომ აფხაზეთის ომი წაგებული იყო. დიახ, გამოვედი თვითონებაზე. დიდმა პოლიტიკოსმა შერაგონია რომ ზოგი რამოს გაყიდა შეგნებულად ქნა. წარმოდგენა არ ქონდა. შევარდნაძე. ხო, მე მილაპარაკია. არ ვიცოდა რომ წაგებული იყო ომი. მე ვიცოდი და იმენა მეგონა რომ დასავლეთი დაეხმარებოდა. ასევე იყო 2008 წელს. აუცილებლად ამ მილაპარაკია მოყვებოდა. ბაიბურში არ იყო აფხაზეთი რა არის? საქართველოს ისტორია რა არის? საერთოდ რა ვითარებაა ჩრდილოეთ კავკასიელები რო ჩაერთვებოდნენ, რუსი რო ასე ჩაერთვებოდა.
და დასავლეთი და არ იცოდა რა, აი არ ამჯერა კაკო რა, იმიტომ რომ არ გახსოვს რა სიძახო და აი ბელგრადს როგორც ბომბავენო, ისე დაბომბავენ სოხუმსო. ბელგრადს ბომბავდნენ პატარის ჩაგვისათვის. და გარედან ესე ჩანდა ერთმა ამერიკელმა სენატორმა მითხრა 91 წელს. იცი როგორი ამბავია, იქნება რაღაცნაირად დადგათ. ჩვენ კი გვესმის რომ ოსები საბჭოეთის ინტერესებს იცავენ და მას იყენებს. მაგრამ აი ბავშვმა მკითხაო თქვენ და რუსების დაპირისპირების დროს მაჩვენე საქართველოო, მაჩვენე რუსეთიო და ვაი რო შეხე მამა საქართველოსკან უნდა იყო ხო მომითხრა. პატარას ხო ჩაგრავე. და ახლა რომ მითხრას მაჩვენე ცხინვალი და მაჩვენე საქართველო, მაშინ მეთქვისო რომ ცხინვალისკენ იქნებაო და ასეა მასაო მითხრა. მასა ასეა, ყველა ხო არ პოლიტიკოსობს. შენ იგივე ამერიკაში მაშინ 260 მილიონი მცხოვრები იყო, ყველა კი არა, აქედან 255 მილიონამდე ვერ მიიტანდი სიმართლეს. იქ ვიყავი ერთი თვე, მე თედო პაატაშვილი, მერაბურიდია, თამაზ გამყრელიძე, დილის 7 საათიდან იქ ადრე იწყებენ, ღამის 11-12 საათზე შევდიოდით რა, ბრუნდებოდით, ვეღარ ყოფნიდით და ვიშლებოდით და ვატარებდით და აი, ხალხს ვატყობდი, ვხედავდი, რომ აი წარმოდგენა არ ქონდათ პრობლემებს. მე ბჟეზინსკის შევხვდი, სხვათაშორის ესეთი კარგი საუბარი ქონდა, აქ რო ჩამოვიდა, საიდუმლოდ შემხვდა მე და უთხარი რომ კი, მაგრამ რა ჯანდაბა ხდება მეთქი. თქვენ წერდით, რომ საბჭოეთს დაშლის ნაციონალიზმი. გაგინებდათ საბჭოთა კავშირი. მე გაზეთებიდან ჭრიდი თქვენ ციტატებს, რომ თურმე კაც ესმის, ხო? და ამათ რატო არ ესმით მეთქი? იცი რას გეტყვიო მეთქი? შენ ახლა არ იტყვია. შენ ქართველი ხარ, მე პოლონელიო, ამერიკელი კი არა თქვა. ჩვენ ვიცით ეგ რა არისო. ამათ არიციან კუნძულიაო. კუნძულიაო რა, ასე ცხოვრობენ. ამიტომ ეს სერიოზული პრობლემაა. და მე მგონია რომ იგივე ივანიშვილი გინდა ჭრილოვანი დაარქვი, გინდა ოლიგარქი, რაც გინდა ის დაარქვი. სხვათაშორის თვითონვე ითხოვენ მასთან შეხვედრას. თან უზახიან რომ არ შეიძლება ჭრილოვანი მმართველობა. და მასთან უნდა შეხვედრა. ესე იგი აღიარებენ მმართველად. კაცი ეუბნება აგერ პრემიერია, პრეზიდენტია, პარლამენტის თავმჯდომარეა, მინისტრია, არა შენთან გვინდა. არ ხვდება და სწორსაჩვევა, ხო? იგივე ამიტომ იმის თქმა მინდა რომ ივანიშვილი როგორც გინდა დაარქვი სწორად იქცევა ამ ვითარებაში. ამ ვითარებაში ვამბობ. აი რას ნიშნავს სწორად იქცევა? იცი რა, ჩვენ მივხედოთ ჩვენ საქმეებს. ეს ჩვენი საქმე რა არის? ჩვენი სამართლო მარტო კი არ ამბობს, რომელიც სხვაშორის საკმაოდ ობიექტურ მონაცემებს აქვეყნებს, ვერავინ ვერ იტყვის. მსოფლიო ბანკი, რომელსაც უარ ვეპიტნავებით და ვეხატებით გულზე, სავალუტო ფონდი, ზრდის ტემპი გვაქვს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მსოფლიოში თუ ყველაზე მაღალი არა ეკონომიკა. ეს მაკროეკონომიკური მაჩვენებელია, ხალხი ასე უცბად ამას ვერ გრძნობს ხოლმე. ამას უნდა 1-5-10 წელი, რომ ეს საგრძნობი გახდეს ყოველი ადამიანისთვის, ყოველი ოჯახისთვის და ასე მოხდება, თუ შევინარჩუნებთ მშვიდობას და აი ამ ბალანსის უნდა. აი წინ იმაში ნაწილში სტუმრებს ვეკითხებოდი და მინდა დაგისვა კითხვა. აი ამ სიტუაციაში, ხო? ახლა დღეს ნატოსთან ძალიან ცუდად გაჟღერდა ეს შავი ზღვა მათი ინტერესი, იმიტომ რომ არ მიგვიწიეს? არა, როგორ არა, მიწვე ხო იყო ჩვენი დელეგაცია. აი კაი, ნუ მერე რა. აი ურსულა ფონ დერ ლაიენი ჩადის სომხეთში და აზერბაიჯანში ჩვენთან არ ჩამოდის. და მერე რა. მაგას კი არა, პირიქით გეუბნები, ის კი არა რომ მერე რა. მაგაზე არა მაქვს. უბრალოდ აი ამ დაძაბულ სიტუაციაში, თუმცა შენ სხვანაირად უყურებ რუსეთ-უკრაინის აი ამ დღევანდელ ვითარებას და მე უყურებ ისე რომ არის დაძაბული რა სიტუაცია. როგორ განვითარდება? არ ვიცი. ჩვენთან არა.
იქ და ეხლა ხო და ნატოს ჩვენს გარშემო დაძაბული ვითარება ძალიან დაძაბული არ ქვია ომია კაცო ხო და აი ნატოსთან აი ესეთი ურთიერთობა დღეს რაში გვაწყობს იმიტომ რომ ნატოს სამიძე რასაც უსმინე და წავიკითხე იქ აი მართლა იცი როგორ იყო რა შეთვლი რომ გვაქვს თამასა გვაქვს ახლა ურთიერთობა როცა ის ლაპარაკობს შავ ზღვაზე საქართველოს კავკასიაზე შენ გინდა არ გინდა ლაპარაკობს იმას თავისი ამოცანები აქვს რა მოიცა რა ვქნა ახლა ლაპარაკი დაუშალო რომ ჩემზე არის ლაპარაკო მეთქი თუ რა ჯადა მოვქნათ და ილაპარაკოს მე ვთვლი ძალიან კარგია რომ ლაპარაკობს ეს რუსი ხო ისმენს და დააფასოს რომ ჩვენ არ ვიხებთ ტანზე ამჯერად რა არც ევროკავშირზე რომელიც საერთოდ არ მესმის რა არის ეს არის საბჭოთა კავშირის ცუდი ვარიანტი ევროპას თუ აღმოაჩნდება თვითგანახლების უნარი მაშინ აი მაშინ მოდრო და მე მგონია რომ ამის სიმპტომები არის მაგალითად ამერიკელებს აქვთ თვითგანახლება იყო მათი დამოუკიდებლობის მოპოვება თან როგორი ეროვნული ხო არ იყო ეკონომიკური ამბავი იყო მარილი ჩემგან იყე გემი არ გააკეთო თუჯი არ გამოადნო და ჩაი რითი დაიწყო ჩაი გადაყარეს ხო ბოსტონში ხო თვითგანახლება იყო მონობის გაუქმება და დიდი სამოქალაქო ომი ძალიან დიდი ამ ხელამ მსხვერპლი ყველა ომში ერთად არ ქონიათ ამერიკელებს მაგრამ ვაშკაცურად იომეს სხვაშორის ორივე მხარე თვითგანახლება იყო სხვაშორის რუზველტმა ამ კლასიკური კაპიტალიზმის ქვეყანაში ხო დიდი კრიზისის დროს სახელმწიფო ჩართო ეკონომიკაში უპრეცედენტო ამბავი იყო ამერიკის ისტორიაში და გამოიყვანა ქვეყანა ესა რუზველტის დამსახურება თორე მეორე მსოფლიო ომის მერე რაც გააკეთა რომ საბჭოებს დაუთმო მთელი ევროპა ჩვენზე ლაპარაკიც არ იყო რა თქმა უნდა ეგ სხვა თემა არის აღმოსავლეთ ევროპა ჩვენზე როგორ იქნებოდა ლაპარაკი საბჭოთა კავშირში კი არ გაათავისუფლეს წაართვი ჰიტლერს სწორედ გაათავისუფლეს ამერიკელებმა საფრანგეთი იტალია გაათავისუფლეს და წავიდნენ მორ შედეგათა ხო აი ესე ეხლა თვითგანახლება ტრამპი რაც გინდა ექსტრავაგანტური იყოს რბილად რო ვთქვათ არა და არის რომელია კაცო მინიმუმ აი სიძე რატო უნდა დადიოდეს მოლაპარაკებებს თან ის სიძე რომელსაც პირველი პრეზიდენტობის დროს აი ესე როყიოთ დააბრეხვა ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით რომ პალესტინა რა პრობლემა 10 მილიარდს მივცემთ და დათანხმდება ისრაელს ახლა ამას უკაცი საჯარო ხო მაგრამ ეხლა გაცილებით იქცევით ისე იქცევა და ლაპარაკობს აი თუნდაც ჯორჯია მელონისთან რაღაც სამარცხვინო ამბავი ქონდა რაღაც იდიოტობები ლაპარაკა იტალიის პრემიერ შესანიშნავი პრემიერია შუაშორის მაგარი ქალი აი მემარჯვენე ნამდვილი და ამტკიცებს რომ მემარჯვენეები თურმე ყველაზე სწორი არიან ქვეყნისთვის რუსეთს გმობს არა და მანამდე პრორუსად თვლიდნენ ხო უკრაინის ომის მერე ბუნებრივია კაცო ხო ამ დროს არ ეგება ფეხქვეშ არავის და ნუ უკავია აბსოლუტურად ნორმალური პოზიცია ყველასა ამაზე დაიწყო რაღაც სისულთე მაგრამ ესეც თვითგანახლება იყო ნინო ბაიდენის და ობამას და კლინტონის თუნდაც ამ უბედურებების მერე ეს უბედურებები იყო იმ ქვეყნის უბედურება იყო ეს ობამა თავისი ბრტყელი ბანალური ლაყლაყით ეს ბაიდენი რომელიც მე არ მეგონა ამერიკაში თუ მოხდებოდა თორე ჩვენ კი მოვესწარით ჩერნენკოს კი აქ რომ ჩამოვიდა თბილისში მზიურში გადაწყვეტეს ჩაყვანა რო ჩაიხედა ვერ ლაპარაკო მე ვიქიდან ვეღარა მოვალო და არაფერი ჩასასვლელი კიბის გარდა არ იყო ხო და ბაიდენი ხო იმის მერე ეს განახლება ხო ამ ფორმით სხვანაირად ვერ მოხდებოდა ისე ორტეგაი გასეს დავესესხები და გამათავისუფლებლებს როგორც ჩანს გარღვევას ჭირდება ეგეთი ადამიანი რატო ფიქრობ ანუ აი მე მაგალითად ვერ გავარღვევ ვიფიქრებ რომ ამ მსხვერპლი არ იყოს ეს იგი მისი ზედაპირულობა ესეთი მისი ემოციურობა ეს ადამიანების ამას გადადიან ამ ზღვარს ეს მათში არის ოღონდ იდეისთვის და არა რამისთვის შევარდნაძე მაგალითად გაბედული კაცი იყო ორჯერ შეუშვირა საჯაროდ თავი ხო ერთხელ ბომბს მეორედ მუხას კიდე რამდენიმე სხვა შემთხვევა იყო ნაკლებად გახმაურებული მაგრამ რისთვის თავის თანამდებობისთვის
იდეა რა და არა საქართველოს. ხო, იდეა რა იყო? არანაირი. არაფერი. და მისი მეხუთბების დაძდებდნენ, ოღონდ ეს იყოს დავკარგოთ სოხუმი რა, თავარია შევარდნაძე იყოს. არ იყო ეგრე? სამწუხაროდ იყო, სამწუხაროდ. ხო და სამწუხაროდ კი არა. აი ეგრე ტრაგედია რა. ხო, ტრაგედია. მე მგონია რომ ეს ვითარება საგარეოზე რაც ვთქვით კიდე ბევრი შეიძლებოდა, მაგრამ ახლა შორს წაგვიყვანს შიგნით რაც შეეხება, ხო? სტაბილიზაცია ჭირდებოდა ამ ქვეყანას. ისტერიკაში ვიცხოვრეთ, მოდი ასე ვთქვათ. ზვიადი ვიმეორებ, ერთი წელი იყო და სხვა გზა არ იყო, გარღვევა იყო. ახლა გალავნეს აღების დროს ბრძოლისას ვინ ფიქრობს იმაზე, ახლა ჩუმად ვილაპარაკო და არ გავღიზიანდეო. ხო? შევარდნაძის დროს, ამბავი იყო, რა თვითონაც ხელს უწყობდა, რო ჩამოვიდა და თქვა და ოჯახი ინტელიგენცია ავტომატები აიღეთო და დააპირისპირა ეს ხალხი ინტელიგენციასთან, რომელიც ისედაც დიდად არ მოსდიოდა თვალში. მე ვგულისხმობ პრივილეგირებულებს და რომლებიც სინამდვილეში ერთხელ ზვიადმა თქვა საჯაროდ და მანამდე მე მითხრა უფრო კონკრეტულად. შენ გაითვალისწინეო, რომ ისინი მე ებრძვიან დამოუკიდებლობას, ებრძვიან ამას ვერ ამბობენ და ამიტომ მე ამომიჩემესო რა. აბა რა ეთქვათ, რომ არ მინდაო, რომ დავკარგო ყველა რაც მქონდა პრივილეგიები. იცოდნენ ყველა, არავის არ ჭირდებოდა მათი უნიჭო შემოქმედება. ხო? და მე შევარდნაძე ყვებავდა ზოგს ხესებს ჩუქნიდა, ზოგს რას და ზოგს რას. და ამით, მაგრამ ბოლოს იმათაც ამოუვიდათ ხელში. იმიტომ რომ ხაჩაღობა, კორუფცია ხო და სააკაშვილი მოვიდა უпроსტად მოიყვანეს ამ ტალღაზე. ვინ? ამერიკელებმა და რუსებმა ერთად. ახლა რაც შეეხება ირანიშვილს და აი ოპოზიცია ნახეთ, დადიან ბრიუსელში, დადიან ამერიკა, ვაშინგტონში. ამდენჯერმე ვთქვი, იქ არ არის მათი ამორჩეველი. იქ არის ჯო უილსონი, კომიკური კლოუნი. ხო? და თუ ჯო უილსონი დაპირებენ, და მისი პორტრეტები დავინახე მიტინგზე, შენ გესმის? ბიჭო, მარქსი და ენგელსი სერიოზული მოაზროვნეები იყვნენ, ჩემთვის მიუღებლები. მაგრამ ისწავლება მარქსი და დღესაც ისწავლება რა, დასავლეთში ჩვენთან არის სწავლება, თორე კაპიტალი მე წაკითხული მაქვს კომუნისტების ჯინაზე. ეს არის უსერიოზო საშინლად ნამუშევარი, კი? ესა ტანჯვა, მაგრამ პირველი ტომი არის განსაკუთრებით შესანიშნავი. ქართულად არის ბრწყინვალე თარგმანი. ორფილე იაშვილის თვალსაჩინო შესანიშნავი თარგმანი. აი ფული რა არის? ფული არის ის შექსპირის ის რო აქ მე როცა თვალი ბრმახარდა თვალი აგეხილება. ეხლა ეს იქიდან ხელი არა გაგდა ხელი გამოგებნება, ფეხი არა გაგდა. უსერიოზულესი რამეა. თან მარქსი მაგალითად ინგლისს აკლებდა რევოლუცია აქ საჭირო არ იქნებაო. თვითონ საზოგადოება ისეთია, რომ ზედა ფენა სულ ითვალისწინებს ქვედა ფენების ინტერესებს. და უნდა მოხდეს ყველგანო, ანუ კაპიტალიზმი რომ მიაღწევს უკიდურეს ზღვას, აი რომ გადმოდუღდება. აი ბილ გეიტსები ესენი, ხო? ტრილიონიც ხლა აცდება უკვე, აცდა მგონი, მასკი, უნიჭიერესი კაცი და ღმერთმა შეარგოს. იმიტომ რომ იმას ახმარს კაცობრიობას. კაცი, კერძო კაცი რაკეტებს უშვებს კოსმოსში. გესმის? სახელმწიფოები რაკეტები. ხო, მაგრამ ამას გულისხმობდა რომ სადღაც მიაღწევს ამას და ეს მოხდება ბუნებრივად. ამან აკნეს ლენინმა სუსტი რგოლი რუსეთ ყველაზე ნაკლებად განვითარებული. რატო თვითონ რომ მოსულიყო ბანდა იყვნენ ყაჩაღების რა. კი, გეთანხმებით. ის რომ ჩვენმა ულვაშამ რო აჯობა ყველას, ეგ მისი ქართველობის დამსახურება ოსები კი ამტკიცებენ ოსი იყო და ღმერთმა შეგარგოთ მეთქი ვეუბნები, მაგრამ ქართველი იყო, აღზრდით განათლებით დედამისი ტრადიციული ქართველი ქალი იყო. კი იყო. და საერთოდ ეგნატაშვილი იყო ამბობ. ამბობენ, არ ვიცი, არ მინდა მას ჩარევა, იმიტომ ძალიან გავს მამამის სვათაშო. იცი როგორ გავს მაგალითად ბრჟევალსკის. რომელიც მისი დაბადების წელს იყო სვათაშორის გორში გამოვლილი. აი ბრჟევალსკი ცნობილი. კეკეს ნუ მივაყენებთ ახლა ეგრე ესეთ იმას. ფოტო ნახე ერთი. გავს. თუ გახსოვს შენ რა გეოგრაფიის წიგნში გვასწავლიდნენ სკოლაში. ხო და მაშინაც ფიქრობდი კაცო სტალინს ბეჭდავენ იდუმალად თუ აბრალებენ. კაცო როგორც არის ის რომ მან აჯობა, იმიტომ რომ სწორედ აქ გორელი რო იყო ქართველი. მათზე, იმიტომ რომ ისინი მიედმოედებოდნენ. ტროცკი მანიაკი იყო, კაციჭამია. სტალინი მონაგონია და მისი რეპრესიები ტროცკი რო დარჩენილი იყო. რო დარჩენილი
შენ ხო იცი როგორ დაიბეჭდა შოლოხოვის წყნარი დონის მეორე ტომი. პირველი ტომი რო გამოიცა შოლოხოვი ახალგაზრდა იყო, ამიტომ აბრალებენ რომ მოიპარაოს სხვისიაო. ხო და მეორეს არ ბეჭდავენ. აი კითხა გამოიკითხა, შებერტკილი ყაზაკი იყო და უთხრეს რომ ისო სტალინი იყო ეროვნებათა კომისარი. მაგრამ უკვე თითქმის პირველი პირი. ხო. ლენინი უკვე ვეღარ იყო. ხო და ისაო ის ბლოკავსო რა, ცეკაო. და სტალინი კონკრეტულად წვეცო. მივიდა მოახერხა შეხვდა, მაშინ შესაძლებელი იყო და უთხრა რომ ესეო კიო იმენ უთხრა, იმიტომ რომ ესო ანტისაბჭოთა რამეო, როგორო ბოლშევიკები ხოცავენ კაზაკებსო, იგო რა ამბავია და რა შუაშიაო კომუნისტები და ბოლშევიკები რამოთ. აბა ვინ არის შუაშია? ტროცკი არ იყო ის თავდაცვის კომისარიო. და მაგითი დააბეჭდნენ. გაჩერდა და другой вопрос. ასე იყო მაშინ. ხო და იმის მინდა რომ ვითარება არის რომ თუ ვინმესა უნდა ივანიშვილს აქვს ერთი კოზირი სათქმელი. მე ძმაო მოვედი არჩევნებით, ხო? თან როგორ? დამილეწეთ ანტენები. 3 მილიონი აი ესე სახელმწიფო დაეცა ყაჩაღურად ბანკს და გაიტაცა. განუიარაღეს დაცვა, თითი არ გაუტოკებია. თითი მოიგო თან რა პირობებში გაყალბებაზე რო ლაპარაკობენ, აბა თუ იყო გაყალბება. უბრალოდ თვითონ მითხეს მე ნაცება, ვეუბნებოდი წააგებთ მეთქი, მაგრამ არ ველოდით რომ წასული ხალხი ჩამოვიდაო და ხმა მიცაო. მათი კოზირი რა იყო? არ მოდიოდა. იცი რა, ივანიშვილი რო იყოს პრემიერ-მინისტრი, გაცილებით უფრო ადვილი იქნებოდა და რაღაცა კონსტიტუციურად უფრო. არა, მას არ უნდა ეს პრემიერ-პრეზიდენტი. არა, ეს რო არ უნდა, ეს სხვა საქმეა. პრეზიდენტი რო გამხდარიყო, მას ლეგიტიმურობა, თქვა, აი ეს დაბრალება რო ჭრილოვანი და ხო, აი ეს მოიხსნებოდა. ამას მოიხსნიდა, რა თქმა უნდა, მაგრამ ნუ გააკეთა ეს საპატიო თავმჯდომარე პარტიის. არა, ნუ ხა ეს ხო ნუ ვისთვის არის რეალობა ეგა. ხო. ასეა თუ ისეა, ყველაფერი ხა აქ მარადიული მაისი არ არის და ჩიტები სულ არ ჩეკჩეკებენ საქართველოში. არის უსერიოზულესი პრობლემები და გარდა იმისა, ეს 14 წელი არ არის პატარა ვადა აკაკი, ხო? და ვიცით რომ თვითონ აი ეს მომენტი არის ანტიდემოკრატიული, რომ 14 წელი ხარ ხელისუფლებაში. კი, მაგრამ მე წაღანაც უთხარი ჩემს სტუმრებს მაგალითად აი ნეოტროცკისტებს მე ნეოტროცკისტებს უწოდებ იმ დანიშნული ოპოზიცია რო ყავს ნაცები შმაცები იმ ხო ნუ ყველა ერთად აი რისი თქმა მინდა იცი რომ იმათ რომ მართლა უნდათ ოცნების მოშორება 1-5-6 თვე ჩუმად იქნებოდნენ და აი მართლა გეუბნები იმიტომ რომ ამ პროცესს ხო დაუშვათ რაღაცა ცვლილებების პროცესს ძალიან ამუხრუჭებს სწორედ აი ეს ნეოტროცკისტული ოპოზიცია გესმის და ამათ ერთმანეთი აწყობს და ამასობაში საქართველოს შენ იცი რომ ცდილობ ხოლმე გაანალიზებას რაღაცას აი ვერაფრით ვერ დამიდგენია ამ ზომის იდიოტები არიან თუ გაყიდულები არიან ორივე ერთად არა შეუძლებელია ყველაფერს იძახოდე რომ ოპოზიცია ხარ და უპირისპირდებოდე ვითომ ან მართლა არ ვიცი და აკეთებდე იმ ყველაფერს იმისთვის რომ დარჩეს ოცნება ხელისუფლება. ხო, აი მაგას ამბობ, რომ ცოტა ხანი რომ არ ერთიანდები, როგორც კი ოდნავ გამოცხადდება იმ წუთში ზღვევა იწყება. რომც გაერთიანენ აკაკი, იმათ გაერთიანებას რა აზრია? ბიჭო, რომც გაერთიანენ, ხალხი გაერთიანდეს. ალტერნატივა არა აქვს, იდეა არა აქვს, პროგრამა არა აქვს. არ უნდა იყოს ოცნება ივანიშვილი და რა უნდა იყოს? არ ვიცით. აი თუნდაც ამიტომ იქნება ივანიშვილი და უნდა იყოს. მე სანამ არ მეცოდინება. რა უნდა იყოს? რა იქნება? მე ხო? 100 წელი არ ვიფიქრებ ამ ცვლილებას. ყოველ შემთხვევაში ეს სიტუაცია ძალიან აწყობს ოცნებას და ყველაფერს აკეთებს. ეს ვითარება იყოს და ამას რაღაცნაირად ხელი უნდა შეუშალოთ, იმიტომ რომ ესე არ შეიძლება რაღაც ატროფირებულები ვარ. კაცო, შეუშალოთ რა არის? არჩევნები და მისი ჯანი. არჩევნებში ან არ მონაწილეობენ, ან პარლამენტში არ შედიან. მოიცა 60-40-ზე რო დაჯდება. 40% ოპოზიციის. ცოტა ან ნინო? არა, 40% პარლამენტში რო ყოფილიყო. კი ბატონო და მიტინგები, ოღონდ მშვიდობიანი მოაწყვე, ასე ევროპაში პარლამენტშიც არიან და ისეთ მასობრივი აქციებიც არის. რა ვერ გამიგია, რატო? მოკლედ არ შედიხარ ერთხელ, ორჯერ.
კი ეს ხო ეს რა არა თავს იმასხარავებ და ეგრე უკვე ამერიკელები ეუნებიან ევროპა ეუნება რომლებიც მათკენაა და მათი მომხრეა ეუნებიან ნუ სიგიჟეს სალომე ეუნება იმიტომ რომ მაინც ახლა საფრანგეთში გაზრდილი ქალია და ესმის რომ აბსოლუტური სიგიჟეა ეს ყველაფერი აბა როგორ გინდა რევოლუციით მოსვა და განუკითხავი ძალაუფლება მეც ახალი სლოგანი აქვს შიგნით აქციები გარედან სანქციები რაღაც ისულელე რა და საქართველოში იმდენი რაღაცა ხდება და ანუ სულ ამაზე არის საუბარი პრობლემებზე აღარავინ აღარ საუბრობს აკაკი და პრობლემები ძალიან ბევრია ხო და არის და ვინ საუბრობს ხო და არავინ მაგას მოიცა ვინ უნდა ისაუბროს ხელისუფლებამ უნდა იძახოს თავის თავზე თუ ოპოზიცია სამწუხაროდ ჩვენ დრო ამოიწურა ალბათ ეს უნდა შეიცვალოს აკაკი იმიტომ რომ ნამდვილად დროა უკვე რაღაცა ნაბიჯების გადატკმის არა გამოჩნდება რა ეს არ იქნება ხო და ამ კაცმა თქვა 20-30 თუ დაგვავიცდა და აგვავიცდა ხო 20-30-ისთვის იქნება ვითარება ისეთი რომ შეიძლება რაღაცა ცვლილება მოხდეს ნახოთ დიდი მადლობა რომ მოხვედი იმედია რომ ეხლა უკვე ხშირად გვესტუმრები ხოლმე ისე იცვლება სიტუაცია და გემშვიდობები ნახვამდის მე მომავალ პარასკევამდე გემშვიდობებით